აი იმ დღიდან ამიტაცა ხალხმა. ანუ მე მეგონა რომ გიორგინას ღეიძესთან უნდა მივსულიყავი მომზადებული და უწყინარ პოდკასტზე მოვედი და ისეთ რაღაცებს მეკითხები. კიდევ ერთხელ დავწმუნდით რომ ნინო არ უყურებს ჩემს გადაცემას და არ იცის როგორ კითხვებს ვსვავ ჩემს რესპონდენტებთან. არც ესეთი გამოუცდელი ვარ რომ თავი აგაკენწლინო. მოდი დავასრულოთ. ჩემთვის მართლა უსიამოვნოა მსგავსი ტიპის ინტერვიუ, იმიტომ ნინო, თქვენზე ხშირად ამბობენ რომ სახალხო არტისტი ხართ. რამდენად შეესაბამება ეს თქვენს რეალობას? ჯერ მოგესალმები. მადლობა, სახალხო არტისტი არ ვიცი, სახალხო არტისტიც ადრე იყო წოდება, ჯილდო, ამისი და იყვნენ ისეთი სახალხო არტისტები, რომ მათ ვერ შევადარებ თავს მსახიობები. გამიგია, ვინც იყვნენ ესეთი კორიფეები. თუმცა დღესდღეობით სახალხო მომღერალი ნამდვილად შემიძლია, რომ დავარქვა ჩემს თავს, იმიტომ რომ ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ხალხს გამორჩეულად უყვარვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი კონცერტი გაქვთ რეგიონებშიც, მინდა რომ ახლა შევადგინოთ თქვენი მსმენელის პორტრეტი. ვინ არის ის, როგორ გამოიყურება, სად მუშაობს და ასე შემდეგ. აი პორტრეტი რომ შემიქმნათ. ვაიმე, ძალიან მრავალფეროვანია ჩემი მსმენელის პორტრეტი და ესე ერთი კონკრეტული ვერ შევქმნი ერთ კონკრეტულ პორტრეტს, რომ მივყვეთ თანმიმდევრობით, მე როდესაც დავიწყე სიმღერა, ჩემი მსმენელი იყო დაახლოებით უფრო 50-ს გადაცილებული, უფრო ასაკოვანი ადამიანები. შემდეგ უკვე აი მე რაც ასაკი მომემატა ჩემს ინსტაგრამზე და სოციმედიაში ძალიან აქტიურია ჩემი თაობის ადამიანები, როგორც ქალები, ასევე კაცები და ბოლო პერიოდში TikTok-ს თუ გადავხედავთ და ჩემს კონცერტებს, გარე კონცერტებს, სულ პატარა თაობა, 12-11 წლის ალბათ, როდესაც მე დავიწყე და ისინი ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც მე სიმღერა დავიწყე. ეხლა წამომბეწინდნენ ეს ბავშვები და ჩემდა გასაკვირად ყველა სიმღერა იციან ზეპირად, ყველა სიმღერის ტექსტი და ჩემს დაცვად მღერიან და ეს ძალიან მაბედნიერებს. წარმოუდგენელი ბედნიერებაა, როდესაც აი პატარა ბავშვები მღერიან შენს სიმღერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში დაგეხმაროთ სოციალური ქსელები, რომ გაიზარდა თქვენი აუდიტორია. თუმცა დაუბრუნდების სიმღერებს და მაინტერესებს კონკრეტულად რა ჟანრის სიმღერებია ეს? ჩემი? დიახ. მე მაქვს ჩაწერილი 350 სიმღერა. ვაუ. ანუ და ეს არ არის კონკრეტულად ერთი ჟანრი. მაქვს ძალიან ხშირად ვაკეთებ ექსპერიმენტებს, აი თუნდაც ბოლოს როგორც გავაკეთე AI-სთან ექსპერიმენტი, ასევე სხვადასხვა კომპოზიტორებს დღემდე ყოველთვის ვაწერინებ ჩემთვის სპეციალურად სიმღერებს. არის სიმღერები, რომელსაც თქვა დავაწერინებ და იმ პერიოდში თქვა 1-5 წელი შეიძლება არ გაჰიტდეს და მერე გასულა 10 წელი და შემდეგ გამხდარა ჰიტი და ასევე მაქვს ქავერებიც, რომელიც ყველა ქავერი არაუცხოური ქართული სიმღერები, რომელიც ზოგი ხალხურია, ზოგი კონკრეტულად კომპოზიტორის, მაგრამ ჩემს გარდა ბევრი ადამიანი ასრულებს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ხელწერა არანჟირებაში შევიტანო, ისეთი, რომ აი სიმღერა თუნდაც პირობითად აი როგორ გირნო, აი ავადა, ან სათხარ, რომ იყოს ჩემი ვერსია იყოს ისეთი, რომ არ აერიოს სხვა. და აი რა გქვია ამ თქვენს ვერსიას? აი როგორ ჩემი ვერსია. ნინო ჩხეიძის ვერსია დარწმუნებული ვარ. თუმცა აი რომ გაიხსენოთ კონკრეტულად რაღაც პერიოდი, რომელმაც მოგცათ აი ის ბუსტი, რომ გახდეთ უფრო ცნობილი, ხო? აი რა ჟანრის მუსიკა. იცი რა წაღემთხარი რა არის შენი ვერსიაო და მე ვმუშაობ წლებია და როდესაც ვიწყებდი და რო დგებოდა აი ჟღერადობა როგორი უნდა ყოფილიყო ნინო ჩხეიძესი. არ შემიძლია არ აღვნიშნოს დასახო ბუკელაშვილი, ვინც ჩემთან ერთად აშენებდა ნინო ჩხეიძის აი ამგვარ ჟღერადობას და ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში დაიბრენდა ეს ჟღერადობა, იმიტომ რომ შეიძლება ვიმღერო პირობითად ამამღერე, შეიძლება ვიმღერო სათხარ, მაგრამ ჩემი ჟღერადობა არის ინდივიდუალური და ეს წლებთან ერთად მოვიდა ზაზასთან მუშაობაში. თუმცა მე
ბოლო პერიოდში ვმუშაობ ბექა ნიკოლაიშვილთან აქტიურად, ზაზასთანაც ვმუშაობ ასევე, მაგრამ უკვე როგორც ჟღერადობა ჩემი არის დაბრენდილი და ვისთანაც ვიმუშავებ, უკვე ერგებიან ჩემს სტილს. ნიჭრეზე ქვია ჩემს სტილს, მოკლედ რო გითხრა. ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ ამ ჟანრის სტილს ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ. კი, რა თქმა უნდა. შეიძლება ეხლაც უყურებენ, მაგრამ ეს მე არაფერს არ მიცვლის არასოდეს. არ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ ხომ არ შევცვალო არა. ჩემი ჟღერადობა, არ სტილი? მაგრამ მქონია ის, რომ აი სხვა ჟანრიც მოვსინჯო, იქნებ გამომივიდეს კარგად და იქნებ ისევე აიტაცოს. იცი რა, უამრავი სიმღერა მაქვს, თუნდაც აი ქუჩის ბიჭებთან სიმღერას გამოვყოფდი, კლიპით სიმღერაც არის ბექა ნიკოლაიშვილის არაჩვეულებრივი სიმღერა, კლიპიც არაჩვეულებრივია, დუეტიც გადასარევია, მაგრამ ჩემგან მსმენელი უფრო იღებს იმას, რაც მე გავხადე, ასე ვთქვათ, რაც სტანდარტი, რაც გავხადე, ის რომ იყოს ჩემი. თუმცა როგორც ნამუშევარი, ისეც არაჩვეულებრივია. მაინც მინდა რომ აი რაღაც ზოგადი შეფასება გავუკეთოთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაღაც ხალხური მუსიკა, ხალხური ჟანრი. სახალხო უფრო, კი ბატონო. სულ ვცდილობ, რომ ისეთი ძალიან კარგი კითხვა და სწორი შეფასებაა და მომეწონა და მადლობა ამისთვის, რატომ იცი რომ ზუსტად მივხვდი, იმიტომ რომ როდესაც მე ვმღერი, მინდა რომ ხალხისთვის ვიმღერო, მინდა რომ თითოეულ ადამიანს გაუაროს ჩემმა ნამღერმა, ან კარგანწყობაზე დააყენოს, თუნდაც დღე გაულამაზოს, ან დააფიქროს, ან ასე შემდეგ და ზუსტად მივხვდი ჩემ ჩანაფიქს, კი. მე ვფიქრობ და მაინტერესებს, როდესაც იწყებდით თქვენ კარიერას, ხომ არ იყო ასეთი გათვლა, რომ მსგავსი ჟანრის მომღერალი შეიძლება უფრო მარტივად გახდეს პოპულარული ჩვენს ქვეყანაში? არა. პირიქით მე რო ვიწყებდი, იყო რთული გზა, არ იყო მარტივი, იმიტომ რომ რას გულისხმობთ? ამ ჟანრს ეს საჯაროდ ბევრი წინააღმდეგობა და წინაღობა იყო, თუნდაც ტელევიზიაში გაშვების, თუნდაც კონცერტებზე საჯაროდ მქონდა სხვა ტიპის სიმღერებიც, ვთქვათ, რომელიც ამა თუ იმ კონცერტზე გამომქონდა, მაგრამ რთული იყო აი ამ სიმღერების ესე შემოტანა. და კრიტიკაც და ყველაფერი გახსოვთ და ჩვენს ახსოვს არ მოვაბეზრებ თავს. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები და პირიქით ეს უფრო რთული იყო, იმიტომ რომ მაშინ სხვა სტანდარტი იყო, მაშინ პოპი ძალიან მოდაში იყო, კლიპის გადაღება თქვათ ისეთი რაღაცა, ერთი მაღალ ბიუჯეტიანი კლიპი გინდოდა, მიხვიდოდი არაჩვეულებრივად გაგიკეთებდნენ მსგავსი პოპის ჟანრის კლიპს, სიმღერას შეგფუთავდნენ და შემდეგ უკვე ამას დაატრიალებდი უპრობლემოდ და მე ვფიქრობ ის უფრო მარტივი გზა იყო, რომ ერთი სიმღერით გამხდარიყავი პოპულარული. თუმცა მე ავირჩიე იმიტომ, რომ მე ვერ ხედავდი ჩემ თავს აი ეს ვერ ხედავდი. იმ კლიპის იქით ვერაფერს ვერ ხედავდი. ამას ერთს გავაკეთებდი ლამაზად შეფუთუნიო ჩხიძის და მე ვერ ხედავდი ამის განვითარებას და აქედან გამომდინარე არ გამეკეთებია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბევრს გონია რომ მე გავაკეთე ერთი სიმღერა, ვთქვათ, წაღვერდა თბილისი, ან ჩემი გმირი გიწოდე, რომელიც გახდა უკვე პოპულარული და აი იმ დღიდან ამიტაცა ხალხმა. და ეს ესე არ არის. მანამდე უამრავი სიმღერა მქონდა მოსინჯული, დუეტები, სხვადასხვა პედაგოგები, სხვადასხვა კოლაბორაციები, თუნდაც პოპში, ანუ უამრავი გზა მაქვს გავლილი მანამდე, სანამ მივაგენი იმას, რაც იყო ჩემი. ხო და იმაგიტომ ვამბობ, რომ აი ეს გზა, რომელსაც მიაგენით, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც აი თქვენი სიმღერები არის მასობრივ საზოგადოებისთვის. კი ბატონო. აი არ მინდა რომ აი რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან ცუდად შეესო თქვა უბრალო ხალხისთვის. ცუდად რა, ყველა ანუ
ყველა უბრალოები ვართ, რა ვიცი, რა არის უბრალო, იცი რა არა, არის. აი უბრალო ხალხს გულისხმობ, ვისაც არ ესაჭიროება რაღაც ემოციური და რაღაც ინტელექტუალური დატვირთვა, რომ აირჩიოს ჟანრი, აირჩიოს მომღერალი, აირჩიოს მუსიკა და მიყვეს იმ ჟანრს. აი ჩვენ მაგალითად ყველა ადამიანს გვჭირდება მუსიკა და ყველა უსმენთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, ხო? შენც, მეც და შეიძლება ერთი დღე უსმენდე კლასიკას, მეორე დღეს უსმენდე როკს. აი მე მაგალითად ესე ვარ. მაგრამ არის მელომანი. სიმღერები, რომელიც გინდა რომ სულ მოусმინო, კარგ წყობაზე ხარ, ერთობი, მანქანაში ხარ თუ დაღლილი წახვალ სამსახურიდან, გინდა რომ განიტვირთო. მე ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უსმენს ყველანაირ მუსიკას. არანაირად ამაში არაფერი ცუდი არ არის. როგორც თუ მუსიკალურ ღირებულებას გულისხმობ, თქვა, აი მუსიკალური ღირებულება როგორც განისაზღვრება, ამაშიც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სიმღერებია ჩემი, იმიტომ რომ რასაც ვასრულებ, ზოგი არის ძველი ქალაქური სიმღერები, ზოგი არის სომხური სიმღერების გადმოტანილი, გაქართულებული ვერსიები და მე ძალიან მიყვარს სომხური სიმღერები და არაჩვეულებრივი მომღერლები ყავთ და არაჩვეულებრივი ფოლკლორი აქვს სომხებს. ზოგი არის, ну, ცირთად ძველი ქართული სიმღერებია, ძველი, რაც იყო, ზოგი ხალხურია, ზოგი ხალხიდან წამოსული, აი, იცი რამდენიმე სიმღერა მაქვს ჩაწერილი, აი ესე რო ამბობენ, რომ აი მღეროდნენ, აი ჩვენთან სოფელში მღეროდნენ ამ სიმღერას და რო არც იციან ავტორი ვისია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბედნიერება ასეთი სიმღერების სიმღერა. აბსოლუტურად გეთანხმებით, აგიხსნით რატომ დავსვი ეს კითხვა. როდესაც შენი მსმენელი არის ასეთი ჩვეულებრივი როგორ თქვა ადამიანი, ხო? ძირითადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ სიმღერებს უსმენენ არა თბილისში, უფრო რეგიონებში. არა, ყველგან. კი ბატონო. მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით თქვენი მსმენელი ცხოვრობს რეგიონში. რამდენად სწორი ნაბიჯი იყო 500 ლარიანი სუნამოს გამოშვება ნინო ჩხეიძესგან? იცი რა არის, ცოტა ცუდად მესმის ეს კითხვა, რომ აი შენ სიმღერებს უსმენენ რეგიონებში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. პირველ რიგში ხოდიში რომ გაწყვეტინებთ, მინდა ვთქვა, რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდია რომ რეგიონებში. არა, ნახე რა მინდა ვთქვა. გულისხმობ, რომ რეგიონებში. კითხვაშივე არის, შენ ასხოვებ, რომ რეგიონებში და არა თბილისში. აბსოლუტურად ერთნაირი ხალხი ცხოვრობს თბილისში და რეგიონებში. გეთანხმებით. და როგორც, აქ ჩემს სიმღერაზე არ არის, უბრალოდ არ მინდა განსხვავება გააკეთო ხალხის თბილისელი ხალხის და რეგიონების. არანაირად, ახლა მინდა რომ სწორად გამიგოთ. რატომ გავაკეთე ასეთი განსხვავება? როდესაც ადამიანი ცხოვრობს რეგიონში, უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს, უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვს სხვადასხვა ნივთების შეძენაში, ვიდრე ადამიანს, რომელიც ცხოვრობს თბილისში. და აი მაგიტომ ამბობ, როდესაც შენ სუნამოზე გინდოდა კითხვა, მე კიდე სიმღერაზე მივიღე. მაგიტომ დავიწყე თემა სუნამოზე, რომ რამდენად აი მარკეტინგულად თუნდაც ვთქვათ, მარკეტინგში მუშაობ მე, რამდენად სწორი ნაბიჯია, როდესაც შენს მსმენელს არ აქვს ისეთი საშუალება ფინანსური და უშვებ სუნამოს, რომელიც ღირს 500 ლარი. იცი რა არის, მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს მსმენელს არ აქვს საშუალება, იმიტომ რომ მე ჩემი ძირითადი შემოსავალი არის ჩემი კონცერტები, კორპორატიული კონცერტები, რომელიც თვეში 2-3 ჯერ მაქვს გასვლითი კონცერტები სხვადასხვა ქვეყნებში. ჩემი სუნამა, რომელიც გამოვიშვი, ეს არ არის მასობრივი და მასაზე გათვლილი, იმიტომ რომ არის სულ 500 ცალი გამოშვებული და მარკეტინგული გათვლა მე არც მქონია და ვთქვათ ბიზნესის აწყობა ამ 500 სუნამოთი არ იყო ეს გათვლა, ეს უბრალოდ არის ლიმიტირებული სასაჩუქრე სუნამო, რომელიც დავტესტეთ და შემოვიყვანე როგორც ასე ვთქვათ, მინდოდა რომ
როგორც ამბავი და შემდეგ უკვე ვაპირებ განვაგრძო მუშაობა, რომ გამოვა მეორე ნომერი იქნება მე-10 თუ მე-5, იმიტომ რომ ვაპირებ რომ გავაკეთო კაცის ხაზიც და ასევე გავაკეთო უნისექსი, უკვე მინდა რომ ეს გასაყიდად საჯარო ფართო მასობრივი გავხადო. ამიტომაც არ მაქვს არც სტენდი, არც არცეთ მაღაზიაში არ ეყიდება ჩემი სუნამო, მხოლოდ და მხოლოდ საიტზე ონლაინ, იმიტომ რომ არის ლიმიტირებული და ასე ვთქვათ, ეს იყო დემო ვერსია, ხო, ის რაც უნდა გავაკეთო შემდეგ, რაც ძალიან მინდა წლების მერე განვაგრძო ეს საქმიანობა და განვავითარო. როგორი რეაქცია? თუ ჩემი სუნამო ისეთივე მასობრივი გახდება, როგორც ჩემი სიმღერებია, მე ვიქნები ძალიან ბედნიერი. გისურვებთ ამას რომ? ძალიან მინდა კი და კიდევ მოვალ შენთან და ვიტყვი რომ შენ იყავი მეკლი ამ ყველაფრის. დაიმახსოვრეთ მეგობრებო. როგორი რეაქცია გქონდა საზოგადოებას, როდესაც წარადგინეთ პირველად ეს სუნამო? რეაქცია, იცი რა გააჩენია, აი თუნდაც ამ 500 ლარზე იყო ძალიან დიდი ამბავი და ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, იცი რა, რაღაცა გაუკვირდათ თუ ცოტა სარკასტულად მოიხსენიებდნენ რომ სუნამო გამოვიშვი, თუმცა ჩემთვის ცოტა შესაძლოა იყო ის ადამიანი, თქვათ, ვინც ამას წერდა, იმიტომ რომ რატო უნდა აიშალო ნერვებზე, რატო უნდა წერო კომენტარები, რატო უნდა გაუშვო ცუდი ენერგია, როდესაც ჩემთვის გამოუშვის სუნამო, რომელთაც არავის არ ვაწუხებ. და რატო უნდა აღშფოთდე და აურა გაიფუჭო, ამითი ეს არ მესმის უბრალოდ. საკმაოდ აქტიურად რეკლამირებდით, რეკლამირებას უკეთებდით უფრო სწორად თქვენ სუნამოს, რამდენი ცალი გაიყიდა? ესე უნდა მოგიყვე ყველაფერი. შეგვიძლია. რა მე დამითვლი შემოსავალს თარმაცხ. უცებ ეკონომიკურ პოდკასტად გადაცემად გადავიქეცით. კეთილი. ნინო, საკმაოდ დიდი კონტრასტია თქვენს იმიჯის შორის და იმ მუსიკალური პროდუქტის შორის, რომელსაც ქმნით. რატო გადაიკეთე ამ ჩემ მუსიკალურ პროდუქციას? ანუ პირველ რიგში ხომ მომღერალი ხართ თქვენ? კი ბატონო. და განვიხილავთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს პროდუქტებს და ასე შემდეგ. საიდან წამოვიდა ასეთი იმიჯის შექმნის იდეა, როდესაც ადამიანი, რომელიც მღერის სიყვარული მოვა, სიყვარული მიდის და ყოველთვის არის რაც ბრენდებში ჩაცმული, ამბობს რომ შანელის VIP კლიენტი ვიყავი, ამბობს რომ სახლის დასაცმელი ვინც ჩემს სიმღერას უსმენს, ის ცუდად იცმევს. ნახე როგორი ინტერპრეტაცია გამიკეთა. არანაირად. მე ეს არის. გეტყვით. მე მინდა გითხრა, რომ ჩემს მე გაგცემ პასუხს და ვიტყვი თამამად. ვინც ჩემს სიმღერებს უსმენს, მე ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ. მე ვუსმენ თქვენს მუსიკას, გვეცუდა დარმაცვია. გადასარევადაც ვია, ყველას აქვს არაჩვეულებრივი გემოვნება და ნამდვილად, აი არ ვიცი, აი მართლაც ყველაფერში ჩაცმიდან დაწყებული, განათლებამდე დამთავრებული არიან საოცრად კარგი. თქვენს მსმენელზე ახლა და რატო გონია რომ მე უნდა მეცოს ცუდად? თქვენს მსმენელზე არ საუბრობთ, ახლა საუბრობ თქვენზე კონკრეტულად. რამდენად ორგანულია იმიჯისთვის, რომ იყო შანელში და მღეროდე იმ ჟანრის სიმღერებს, რომელიც თქვენ გაქვთ? და რატოა ცუდი ჟანრი? ანუ შანელი რატო უშლის ჩემ ჟანრს, ეს მაინტერესებს. არ ვამბობ რომ ეს არის ცუდი კიდევ ერთხელ. ანუ შენ ამბობ რომ მე არ მაქვს უფლება რომ შანელში ჩავიცვა? მეგობრებო, მომწონს უკვე. არა, კიდევ ერთხელ ვერ ხვდები. ანუ შენ როდესაც გამოდის ადამიანი და ამბობს რომ მე ვარ ხალხისთვის, მე ვარ აი ვთქვით ჩვეულებრივი ადამიანისთვის. რამდენად ორგანულია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს სიმღერებს, იყო ჩაცმული შანელში, ბრენდებში და ამბობდა რომ მე სახლის დასაცმელი არ მაქვს. მაგას არ მაქვს სახლის დასაცმელი, მაგრამ დღეს ვარ ზარათი შენთან და ზარა არის სახალხო ბრენდი.
გეთანხმებით მე და ძარათი ეს იმას არ ნიშნავს მე თუ შანელში ვყიდულობ, რომ არ მაქვს H&M-ის ტანსაცმელი, არ მაქვს Zara-ს ტანსაცმელი, ან Bershka-ს ან ასე შემდეგ ბრენდებს აღარ ჩამოვთვლი. თუმცა სახლის ტანსაცმელი არ მაქვს ნიშნავს იმას, რომ არ მაქვს მოუწესრიგებელი არ ვარ სახლში და ვთქვათ ისე ანუ ასე დადიხართ. შენ პატარა ხარ ალბათ, მაგრამ ჩემ ბავშვობაში იყო რომ ძველი ტანსაცმელი რომ ძველდებოდა ტანსაცმელი და რომ იხევოდა. ეგ ხდებოდა სახლში. ეგ ხდებოდა მე მასე მაქვს. ხო და მე არ მაქვს. ეხლა იმას არ ნიშნავს რომ პიჯაკი თუ არ, მაგრამ აი პიჯაკს რო გავიხდი და მაცვი ესეთი ჩვეულებრივი ასევე Zara-ს კი ბატონო, ეს თქვენი არჩევანია და ჩვეულებრივ თემა, ვისაც რაში უნდა ისე დადის სახლში, ქუჩაში და ასე შემდეგ. მე ვამბობ ერთადერთი როგორც მომღერლის იმიჯი, რომელიც მღერის ჩვეულებრივი ხალხისთვის. ვისაც არ აქვს შანელი, ვისაც არ აქვს ის ბრენდები და ასე შემდეგ. და ვისაც აქვს დაძველებული ტანსაცმელი, რომელსაც იყენებს როგორც სახლურ ტანსაცმელს. აი რა, ანუ ვერ ხვდები. მე იცი რა შენ ძალიან კიდე რომ რაღაცა ინტრიგნობა ჩადო ამ კითხვაში და ვერაფრით ვერ გათქმებინე რა გინდა. მე იმიტომ რომ აბუს კითხვა რა არის? რამდენად ორგანულია? ორგანულია ძალიან ჩემი სიმღერები ჩემს ჩაცმულობაში. всё, აი ამის მოსმენა მინდა. 2000 წელს ამბობდით კონცერტზე რომ მათი სიმღერა შეასრულოთ 5000 евро ღირს. დღეს ის ციფრები შეიცვალა? აბა ეხლა ციფრებს თავი დაანებე. რატომ? არ საუბრობ შემოსავალზე და ჰონორარზე. ანუ მე მეგონა რომ გიორგი ზღაიძესთან უნდა მივსულიყავი მომზადებული და უწყინარ პოდკასტზე მოვედი და ისეთ რაღაცებს მეკითხები. არც ესეთი გამოუცდელი ვარ, რომ თავი აგაკენწლინო. აი კიდევ ერთხელ დავწმუნდით რომ ნინო არ უყურებს ჩემს გადაცემას და არ იცის როგორ კითხებს სვავ ჩემს რესპონდენტებთან. კარგი, უბრალოდ მაშინ მეტი გახდა თუ დაიკლა? არც მაგას არ გეტყვი, ჩემი საქმეა რამდენს ვიღებ. აუ გიშდები, აბას გქონია რომ აი დაპატიშა და კი ბატონო, რადგან ამ თემაზე არ ვსაუბრობთ, მაშინ შემდეგ კითხვას დავსვავ. განსხვავდება ჰონორარი ქვეყნის მიხედვით? აი მაგალითად საქართველოში თქვენი კონცერტს ერთი საფასური აქვს, თუ მიდიხართ საზღვარგარეთ? კი, განსხვავდება. საქართველოში ნაკლებია შედარებით და ქვეყნის გარეთ ბევრად მეტი. შემომიარი აბა რამე დაერათ ეხლა. როგორი ფარულია ნინო მეგობრებო. თქვენ გაქვთ რადიო? 2 რადიო. როგორ გაჩნდა იდეა რადიოს შექმნის? რადიო იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და პატარაობიდან ვაგროვებდი ყველა მომღერლის კასეტას და ვინილებს და მქონდა ყველა ჩანაწერი აბსოლუტურად. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ამის ტრანსფორმაცია გავაკეთე ალბათ და ძალიან მინდოდა მქონოდა ქართული რადიო და რა თქმა უნდა ჩემი მეუღლის დახმარებით მაქვს დღეს რადიო აფხაზეთის ხმა და რადიო დარდიმანდი. და ჩემი უკვე რამდენი წელია, 14 წელია და ჩემი აი როგორც შვილი ისე მიყვარს ორივე რადიო. თითოეული სიმღერა რადიო დარდიმანში განსაკუთრებით არის ჩემი არჩეული კი და თავიდანაც აი ეს რადიოები როგორც აი თითოეული ნაბიჯი ყველაფერში ჩართული ვიყავი აბსოლუტურად როგორც მენეჯმენტში ასევე ჩემს გუნდთან ერთად რა თქმა უნდა, მაგრამ დღემდე ასეა და ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მიყვარს რადიო და რადიოს აქვს ის, რომ ერთხელ თუ მოიწამლე რადიოსაც და ტელევიზიასაც, პოდკასტს არ ვიცი შენ მითხარი. აი თუ მოიწამლე ერთხელ და დაავადდი ამ სცენით, რასაც ტელევიზიის და რადიოს სიყვარული ქვია, მე ვერ ანებებ თავს და მეც ასე მიყვარს რადიო. არ იყო რადიო იმის ხერხი, რომ აი პოპულარიზაცია გაუკეთო ასევე საკუთარ სიმღერებს? არა, იმიტომ რომ თუნდაც მანამდე იყო რადიო არ დაიდარდო და არ შემიძლია
ჩემს კარიერაში არ აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს რადიო არ დაიდარდოს, იმიტომ რომ პირველი პოპულარიზაცია, მაქსიმალური როტაცია გამიკეთა რადიო არ დაიდარდო. და გიორგის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგი მშვენიერაძეს, ვინც იყო და არის მისი მენეჯერი, ყოველთვის გვერდში მედგა და სულ მომხნევებდა, რომ ჩამეწერა ახალი სიმღერა და ისე მიმეტანა მათთან. თუმცა ძალიან კარგი მაგალითი მომცა, იმიტომ რომ დღემდე, როდესაც მოდიან ჩემთან ახალგაზრდა დამწყები მომღერლები, სულ ვცდილობ, რომ მივეხმარო და უფრო მეტი როტაცია გავუკეთო მათ სიმღერებს. ხარისხიანს, რა თქვა უნდა. გარდა ამისა, ასევე იყავით ტელეწამყვანიც. კი ბატონო. გადაცემის. რატომ არ გააგრძელეთ ტელეწამყვანობა? არ გამიგრძელეს. დაიხურა არა, დაიხურა ჩვენი გადაცემა, ნამდვილად. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო რუსთაველში მუშაობა, განსაკუთრებით პრაიმ ტაიმში და განსაკუთრებულად მიყვარს თაკო ფხაკაძე მინდა აღვნიშნო რატომ? იმიტომ რომ მან დაინახა ჩემში ისეთი პოტენციალი, რასაც მეც ვერ ვხედავდი და მეშინოდა არ მყოფნიდა იმის გამბედაობა, რომ ასეთი სერიოზული, ასეთი კარგი გადაცემის წამყვანი ყოფილიყავი, როგორიც იყო ღამის პრაიმ ტაიმი და ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება, ძალიან გამზარდა, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად და ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო რუსთაველში მუშაობა. შემდეგ უკვე იყო გული მღერის ლაშასთან ერთად მევყავდა რამიშულთან და ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი გადაცემა იყო, ამოაცოცხლა და გამოაცოცხლა ქართული შოუ-ბიზნესი. ჭყვიალა, ლამაზი, რეიტინგული გადაცემა იყო. ჩვენი ძალიან უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და რატომ დაიხურა პრაიმ ტაიმი? იცი რა შეიცვალა დირექტორი და რაღაცა ისედაც 6 სეზონი თუ სწორედ მახსოვს 5-6 სეზონი გადიოდა და მე თვითონაც ვთვლი რომ რაღაც პერიოდი ხო არის რომ იწყება გადაცემა მე რაღაცა იწყება და რაღაცა მთავრდება და ამ გადმოსახედიდან რო ვიყურები დროც იყო პრინციპში იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაცემა ჩავწერეთ მე და ლაშამ ყველა მომღერალი მოვიწვიეთ ყველაფერი ვიმღერეთ ვიცეკვეთ და ძალიან კარგი ისტორია ერთ-ერთი ჩემს ცხოვრებაში აპირებ კიდევ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა? კი, ვაპირებ დიდი სიამოვნებით. იგეგმება რამე გადაცემა, სადაც იქნებით წამყვანი? ჯერჯერობით ესე კონკრეტულად არაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავაგრძელებ კიდევ სატელევიზიო კარიერას. ნინა, როდესაც მომზადებოდი ინტერვიუსთვის, ნახულობდი სტატიებს თქვენს შესახებ და აღმოვაჩინე ერთი სტატია, სადაც ამბობდით, რომ ბევრისთვის აქტუალური იყო თქვენს იმიჯზე ქილიკი და უარყოფითი კომენტარები. რა იყო? ბევრისთვის აქტუალური იყო თქვენს იმიჯზე ქილიკი და უარყოფითი კომენტარები. კი, აქტუალური კი არ იყო. აი თავიდან რომ დავიწყე, წაღვერი და თბილისი რო გახდა ძალიან პოპულარული და ვირუსულად გავრცელდა და ეხლა ვირუსულად გავრცელება მარტივია, იმიტომ რომ სოციალური ქსელია, TikTok-ია და მარტივია და მაშინ არ იყო ეს და რა თქმა უნდა, კარგთან ერთად წამოვიდა უარყოფითიც და იცი როგორ იყო რაღაც პერიოდი ცოტა მოდაში იყო, აი ცოტა უტყდებოდათ რომ ეთქვათ რომ მოსწონთ ეს სიმღერა. რატომ? რატო არ ვიცი, მაგრამ ესე იყო და მე აი ეხლაც ესეა პრინციპში, რომ აი 1, 2, 3 თუ დაწერს რაღაცას, აი მე თითქოს ტრენდდება ცუდის დაწერა და იყო ეს პერიოდიც ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დიდად არაფერი შეუცვლია და არც ჩემზე უმოქმედი, უბრალოდ ხვდებოდი რა როგორ იყო. ეს სიტყვები არის ამ სტატიის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი არის, რომ იქ საუბარი იყო ია ფარულავაზე და თიკო სადუნიშვილზე. იაზე არ მგონია, იასთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს და არ შემიძლია თიკოსთანაც, მაგრამ ეს ძალიან ძველია ალბათ, რომელიც არც მახსოვს. გონი 2010 წელი. მაგრამ შენ თქვი რომ ყვითელი გადაცემა არ მაქვს და ის სულ ყვითელ კითხვებს მისვა. იმიტომ რომ თიკო სადუნიშვილთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. და მართლა არ მახსოვს, შეიძლება იმ
20 წლის წინ რაღაც თქვა ჩემზე და იყო მსგავსი რაღაცა, ასევე იასთან სუმასაფორთებს სუნამოებზეც და ყველაფერზეც და რჩევებს ვეკითხები ყოველთვის და დღემდე არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს და მანდ არ ვიცი რომელ სტატიაზე საუბრობ, ან რომელი წლის. თქვენ და ანრი ჯოხაძის სტატია იყო. აი მართლა არ მახსოვს გულწრფელად. კი ბატონო, კეთი. მე შენ რამდენი წლის ხარ? 29. არც ისეთი პატარა ხარ. ბევრი მახსოვს შენ არის ჟურნალისტები, თუნდაც ისე რაღაც ვცდილობენ რომ რაღაცა გამოიყვანოს, იმიტომ რომ ეს კომპლიმენტი არ არის ჩემთვის ნინო. ხო და არ არის მომგებიანი. ანრი ჯოხაძის და ჩემი ინტერვიუ, რომელიც იყო 2004-ში. 2000-ში. ნამდვილად არ მახსოვს ეს. რატომ გაქვთ რეაქციაზე ამ კითხვას? არა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მახსოვს რაზე. აი ხო მოგიყევით რომ აქტუალური იყო და თქვენ ან ნახე, იცი რა არის, აქტუალური არის ის რაც არის ეხლა. კი ბატონო. ფიზიკურად არ მახსოვს რაზე მესაუბრები და მესმის შენ, იმიტომ რომ ეხლა რო არ არის თქვა სკანდალი, გინდა ისეთი რაღაც თქვა, რომ ანთიკო სადუნიშვილზე გამოიტანონ სათაური ანია ფარულავაზე და შემდეგ ანუ გახდეს ყურებადი. ვიცი ეს რა არის, თუმცა არ არის ამ რეალობაში და ძალიან მეზარება ეგეთ რაღაცებზე საუბარი. სულ სხვა მიზანი მქონდა. კითხვა ანუ ეს იყო სტატიის ნაწილები და ამ სტატიებიდან გამომდინარე კითხვა, როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც სხვა ცნობილი ხალხი აკეთებდა მსგავს კომენტარებს. აი ეს არის კითხვა. იცი რა არის, ბევრი ცნობის გაუკეთებია, უფრო ისეთ რომელიც მახსოვს. და მაგაზე პრობლემა არ არის. ვის მაგალითად. და რა? არ არის ჩემთვის საინტერესო ამ თემაზე საუბარი. ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ სხვა ქვეყნებში უფრო გახსნილად გრძნობთ თავს, როგორც არტისტი, ვიდრე საქართველოში, რადგან აქ კომპლექსები გიშლიდათ ხელს. არ მახსოვს ესეც. კი ბატონო, გქონიათ თქვენი კარიერის პერიოდში რაღაც კომპლექსები იყოთ არტისტი საქართველოში და ეს კომპლექსები ქრება, როდესაც სტოვებთ საქართველოს და სხვა ქვეყნებში გაქვთ კონცერტი. არა. მოდი დავასრულოთ. ჩემთვის მართლა უსიამოვნოა მსგავსი ტიპის ინტერვიუ, იმიტომ რომ გონია რომ ჩემ ახალგაზრდობაში იყო პრესპრესი, სადაც მოყავდათ ადამიანები და ძალიან ცოტა დაგვრჩა ნინო. რაღაცა გაუგონა. აი მართლა ისეთი რაღაცებს მეკითხები, რომ არ მაქვს ამაზე პასუხი. ნინო, ეს თქვენს ცხოვრებიდან გამომდინარე, რაც თქვენზე წერდნენ, აი ამბებიჯი, ამ პალიტრა, გასაგები, ასავალ დასავალიდან რომ მოგაკ ამონაწერები, არ ვიცი ამაზე რა პასუხი უნდა მოგაკ. უბრალოდ მითხარით რომ არ გინდათ ამაზე საუბარი და გადავიდეთ. მართლა ძალიან ცოტა დაგვრჩა კითხვები. იმედია რომ გამოვა, რაც ჩავწერეთ, ძალიან სასიამოვნო იყო და გასაგები, ანუ რა ტიპის გადაცემა არის შენი, ძალიან გასაგები და წარმატებას გისურვებ. უბრალოდ ჩემთვის მსგავსი არ არის სასიამოვნო, რაღაცა წარსული, რა ისეთ რაღაცებზე საუბარი, რაც მე თვითონვე არ მახსოვს. კი ბატონო, შეგვიძლია ამ თემაზე არ ვისაუბროთ, უბრალოდ სხვა კითხვაზე გადავალ. ნუ სხვაც ესეთი იქნება, იმიტომ რომ მეორე კითხვაც ესეთი იყო და სხვაც ეგეთი იქნება. თქვენს პოსტებიდან გამომდინარე, თქვენს განცხადებებიდან გამომდინარე გეკითხებით. ისე ვიტყვით თქვენ პოსტზე რა ეწერა, თქვენ თვითონ რაც გამოაქვეყნეთ და მითხარით გსურთ თუ არ გსურთ ამ თემაზე საუბარი. პოსტი, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ. Fashion Week-ზე არავინ დამპატიჟა, დათუნა სულიკაშვილის გარდა. ვაიმე, ძალიან ძველი ამბავია, ხა მართლა არ ვსვავ კითხვას. ამასაც არ დავსვავ, ხვდები რეაქცია როგორ იქნება. ანუ აი ეს აქტუალური რაც არის. ბოლო სტატიებს, რასაც ვნახულობდი, იყო თქვენს და თქვენს მეუღლის გარშემო. არა იწერებოდა. რადგან ასეთი გადაცემა გამოვიდა, მეგობრებო, ვეცადე. ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა, რისი გეშინიათ? მეშინია არ ვიცი, არ მიფიქრია შიშზე, იმიტომ რომ შიში ძალიან ცუდია, ართმევს ენერგიას ადამიანს და მეშინია ალბათ ადამიანების, ახლობელი ადამიანების დაკარგვის. დიდი მადლობა. მადლობა.